გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? როგორ მოგწონთ 2025? ამ ვიდეოში ნახავთ, როგორი იყო დღეები შობამდე ამერიკის ტოპ უნივერსიტეტში, როგორ ვატარებდი დროს მე და ჩემი მეგობრები და როგორ ვცდილობდი ჩემი სახლი უფრო ფესტივ ყოფილიყო ახალი წლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში სქელი ქურთუკი მეცვა, რაღაცნაირად ნოემბრის ამ დღეს მოკლემკლავიანი სამინდი იყო. დღეს ლექციის შემდეგ კამპუსის ბართან მივედი და წამოვწექი. მზე დიდი ხანი არ მქონდა ნანახი და ისეთი სასიამოვნო იყო ნაზნიებში მოწმენდილი ცისყურება. გვერდზე სტუდენტები მშობლებსა და პოტენციურ სტუდენტებს კამპუსს ათვალიერებინებდნენ და ღირსშესანიშნაობებზე ელაპარაკებოდნენ. საღამოსკენ კი ბარში მივედი და მეგობრები ვნახე. დღეს რაღაც კლუბის დაბადების დღე იყო და პიცით და ტორტით გაგვიმასპინძლდნენ. ამ ბორძე კი ყველა სხვა ენასთან ერთად ქართულადაც დაიწერა დაბადების დღის მილოცვა. შემდეგ დღეს ამერიკელმა მეგობარმა დამპატიჟა არჩევნების ყურების წვეულებაზე. აქ ხშირია ერთად შეკრება, ნერვიულობა და ლოდინი ვინ გახდება მათი პრეზიდენტი. ამ კვირაში ბევრი სასწაული მქონდა, როგორც ალბათ ყველა კვირაში, მაგრამ აქ დილის 4-5 საათიდან მეცადინეობდი კვიზისთვის. შემდეგ კი პარასკევიც მოვიდა და გადავწყვიტე ბარში წავსულიყავი. შემდეგ ჩემი მეგობართან წავედი, რომელიც აგრარულის დოქტორანტურის სტუდენტია და სახლში ყოველთვის კამპუსზე მოყვანილი ბოსტნეული აქვს, რომელსაც ჩვენც გვაწვდის ხოლმე. და თან ყავს უსაყვარლესი გერმანული ნაგაზი, კუსა ჰქვია. შემდეგ დღეს მე და ჩემი რუმეითი წავედით მაღაზიებში. ისე უბრალოდ ახალწლო დეკორაციების დათვალიერება და სახლისთვის არჩევა მინდოდა. ამის მერე კი ამერიკაში უზომოდ პოპულარულ წიგნების მაღაზიაში წამიყვანა. და ვაუ, ნამდვილად არ ველოდი ასეთ გარემოს. ისე ლამაზად არის წიგნები ჩამწკრივებული, იმდენაირი საკითხავია, იმდენი წიგნებთან დაკავშირებული მერჩია და თან ლეგოებიც ვიპოვე, რა თქმა უნდა. ყველაფრის ყიდვა და ყველაფრის კითხვა მოგინდება, თუმცა რთულია წიგნების მაღაზიაში სხვანაირი გარემო იყოს. ისე ეს წიგნი ზაფხულში გამომადგებოდა, როცა მე და ჩემს მეგობარს დათვი კინაღამყარავში შემოგვივარდა. ამის ვიდეო და საერთოდაც ამერიკაში მანქანით მოგზაურობის სერიები ჩემს არხზე მიდევს და თუ გაინტერესებთ, უყურეთ. დავც კი გადავურჩი, მაგრამ ცოტა ხანს დათვან ჩახუტების სურვილი ნამდვილად გამიქრა. შემდეგ კვირაში დაპატიჟებული ვიყავი აკაპელა კონცერტზე კორნელში და ისეთი სასიამოვნო მოსასმენი იყო, ვისაც Pitch Perfect ნანახი გაქვთ, ალბათ მოგეწონებათ შემდეგი კადრები. ახლა მოვედი მეგობრის დის შეყვარებულის კონცერტი იყო აკაპელა და სანამ დავიძინებ აუცილებლად მინდოდა მეჩვენები და ამ სნაიკერთან ერთად რა ვიყიდე. შეხედეთ საახალწლოდ და ნახეთ. ამ დღეს გადავწყვიტე რულეტი გამეკეთებინა და ფორმაში ცოტა დავფეილდი. თუმცა გემა მართლა საოცარი ქონდა და რბილი და ფუმფულოც იყო. შემდეგ დღეს ჩაის დალევა ვერ მოვახერხე, უცბად ვისაუზმე. კამპუსზე წავედი და იქ პირველად დავლია ჩაი ჩემს ლობმეიტთან ერთად. შემდეგ ისევ ჩემი საყვარელი ლექცია, რის შემდეგაც გამახსენდა, რომ საღამოს წვეულებაზე ვიყავი დაპატიჟებული. ბოლომდე მეკონა, რომ არ წავიდოდი, თუმცა ბოლო საათში თემატიკის შესაბამისი ფორმა მოვიფიქრე და წასვლაც მომინდა. წვეულების თემა იყო გუბე, ტბა, Pond Party ერქვა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი კოსტიუმით შეგეძლო მისვლა. რადგან მწვანე, უფრო კი ჭაობისფერი მწვანე ჩემი საყვარელი ფერია, ტანსაცმლის არჩევა არ გამჭირვებია. ბაყაყის თვალები გავაფერე და თმის ამაგრზე დავამაგრე და წვეულებისკენ წავედი. რამდენი ხანია აქ ვარ და მაინც ჯერ კიდევ მიყვირს, რამდენად თავდადებულია ხალხი აქ თემატიკის მიხედვით ჩაცმასთან დაკავშირებით. არავის ეთეკილება. პირიქით, ყველა ერთობა ამით. გარემოც ნამდვილად გუბის შესაბამისად იყო მორთული. One hand on a bottle, she got one hand on a gun. She squeezed that trigger, you as good as done. I should be running from you, darling, now to kingdom come. Cause my mother told me as a child, boy, don't play around with fire, cause you might just end up getting burned. And I know the wicked never rest, so I always try my best. But there's some lessons hard for me to learn. Like good boys don't play with bad girls. Good boys stay away from
ხეობა გარეთ ეწვრთელდებოდა, კოცონი იყო დანთებული და საკმაოდ ბევრი ხალხი იყო მოსული. ბევრი ბაყაყი, წყალში გადაგდებული ნაკავი, დუმფარას ფოთლები, წყალმცენარეები, ლილიები, მეთევზეები და თოლიები იყვნენ. დღეს მაგ ტაისონი ჯეიკ პოლს ეჩხუბება, ეს კიდე რა იყო, ან რატო იყო, ან რა თანხისთვის იყო. მოკლედ თამაშის ყურებისას ნაწნავის უშლი და შემდეგ დასაძიებლად წავედი. ჯეიკ პოლმა მოიგო ვინც არიცით. But he's not ალბათ ყველამ ვიცით მადლიერების დღე და როგორ აღინიშნება ის ამერიკაში ასე თუ ისე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ამერიკელების ამას აღნიშნავს თავის ოჯახთან ერთად, სტუდენტურ ქალაქებში ძალიან მოსული პონტია, რომ მეგობრებთან ერთად აღნიშნა. და სახელსაც ესე უთითებ Friendsgiving, ანუ მეგობრობის მადლიერების დღე. და დღეს მოკლედ მაგას აწყობს ჩემი რუმეითი და მეც მან სწავლვალ 15 წუთში, მაგრამ მანამდე მინდოდა მეჩვენებინა, როგორც ხედავთ, ანუ ლეგოზე გიჟდები ამ ბოლო დროს და გადავწყვიტა, რომ მეტი ლეგო აღარ მიყიდა, იმიტომ რომ ადგილით ძალიან დიდი სჭირდება, რომ დაატიოს ყველაფერი, მაგრამ ისეთი რაღაცა შემხვდა, ისეთი რაღაც ლეგო შემხვდა, რომ არ შემეძლო, რომ არ მიყიდა, ანუ უბრალოდ არ შემეძლო, იმიტომ რომ ეს არის ჩემი როგორი სიყვარული, იცით? აი, ყველგან და ყოველთვის რომ დავიცავ და მართლა ჩემი comfort movie როა, ამაზე მეტად, არ ვიცი, აი, მთელი გამოცდების პერიოდი რომ ახსენდება ხოლმე, ამ ფილმის ყურებაში მაქვს გატარებული, ან ამის, ან სპაიდერმენის, ან ჰარი პოტერის. მოკლედ. ფორსაჟი. და ჩემი უსაყვარლესი და არ მარტო ჩემი, ალბათ ყველასი პერსონაჟი. როგორც აღნიშნა, დღეს ჩემო რუმეითმა მადლიერების დღე მოაწყო, სადაც ყველა ამერიკული ტრადიცია გავიმეოროთ. თურმე ბავშვებს ასე ართობდნენ, ხელით ინდაურს ახატინებდნენ და მერე ყველა თავისებურად რთავდა. საჭმელები, რა თქმა უნდა, ძირითადად სტუმრებმა მოიტანეს და ყველაფერი ისეთი გემრიელი იყო, მათი ჭამით ვერასდროს დავიღლებოდი. მადლიერების დღის საჭმელი ძალიან მიყვარს. ტრივია ვითამაშეთ, რომლის კითხვებიც ერთმანეთზე წინასწარ შევადგინეთ და შემდეგ ჩემ სამეგობროს შეკრებაზე წავედი. აქ ტრივია სხვა დონეზე იყო აყვანილი, სერიოზული თამაში იყო შედგენილი, რომელსაც წამყვანი ჰყავდა და ამ ღამეს ძალიან ბევრი სასმელი დაილია. გამარჯვებულ წყვილს კი პრიზი თანხის სახით გადაეცა. ფინალში მე და ჩემი მეგობარი ვიყავით, მაგრამ ბოლოს დავნებდით. Basically, თამაში შეგეძლო მოგეგო თუ უზომო რაოდენობის სასმელს დალევდი. 4 სავარაუდო პასუხი იყო კითხვებზე და თუ 3 შოტს დალევდი, პასუხს გახსნიდი. თამაში კი 4 საათზე მეტი გაგრძელდა. წარმოიდგინეთ, რამდენი დალიეს. კითხვები სხვადასხვა კატეგორიიდან იყო: მეცნიერება, ისტორია, სპორტი და ასე შემდეგ. მოკლედ, მაინც ამაყად ვიტყვი, რომ ფინალისტები ვიყავით, ისე რომ დათრობა არ მოგვიწია. როგორც შეამჩნიეთ, ამასობაში ნაძვის ხის მორთვა დავიწყე. ამას კი ყოველთვის საახალწლო მუსიკის თანხლებით ვაკეთებ. ჩემ პირველი ნაძვის ხია საქართველოს გარეთ. წინა წლებში ალბათ თაქაურობას ბოლომდე სახლად არ აღვქვავდი. მით უმეტეს რომ ახალ წელს სულ საქართველოში ვხვდები. წელს კი I embrace the US as my home და ზამთრის მეგობარი ნაძვის ხეთს დაიდგა. აი, ფორსაჟის ლეგოზე რომ გითხარით, ასეთი გამოვიდა. შაბათ-კვირას ჩემს მეგობარს ნაძვის ხის სათამაშოების ასარჩევად უნდა წავეყვანე. მანამდე კი სიურპრიზად ევროპული საშობაო ტკბილეულის მაღაზია მოჩვენა. ნახეთ, გერმანული, ავსტრიული, შვეიცარიული საშობაო ორცხობილები და შოკოლადები. ითაკაში ეს დიდი აღმოჩენა იყო. შემდეგ კი წავედი საშობაო დეკორაციების ასარჩევად, სადაც იდეალური და არ ვაჭარბებ. ჩემი ნაძვის ხისთვის იდეალური სათამაშოები ვიპოვე. მალე მორთულს გაჩვენებ. საღამოს პოკემონის მანიკურები გავიკეთე. ინსპირაცია ალბათ ჩემი რუმეითის პოკემონი ქარდები იყო. შემდეგ საშრობი ავაწყე, იმიტომ რომ უკვე საკმარისი ჯინსები გავაფუჭე დრაიერში. ზოგჯერ როცა კამერა გამორთული მაქვს, სემინარის დროს ცოტას ვქარგავ ხოლმე. შემდეგ დღეს კი ისეთი თოვლი მოვიდა, აი საოცნებო, საშობაო სეზონისთვის გამოგონილი. საღამოს მაღაზიაში წავედი, Trader Joe'ში, რომელიც ძალიან მიყვარს. ეს ყველაფერი მიახლოებით $100 იყო. სტეიკი, კარამელივით ტკბილეული, პური, პარმეჟანი, ქათმის ხორცი, ბარბეკიუ соуსი, ვაშლის წვენი და 2 მე რომ მეგონა შვრიის რძე და თურმე ეგნოგისნაირი რაღაც სასმელი მიყიდია. ქლიავის ჯემი, სუში, ბროწეულები, ყვავილოვანი კომპოსტო, რომელზეც გიჟდები, გიოზა, სენდვიჩი, იმიტომ რომ დღეს საჭმლის გაკეთებას არ ვაპირებ, ბურგერის ხორცი, ჟოლო, ორცხობილები და მაკარონი. შემდეგ კი ნაძვის ხის წინ მოვკალათდი, ფილმი ჩავირთა და სათამაშოებისთვის თოკის გაკეთება დავიწყე. აი ნახეთ ფერები, ამ ნაძვის ხისთვის შექმნილი ბურთულებია, იდეალურად მიდის. ფილმი რა თქმა უნდა საახალწლო იყო, The Holiday, სადაც ვარსკვლავთმცვენა და Jude Law კი ყველას ქრაში. მე იმიტომ მიყვარს ეს ფილმი, რომ it embraces what holidays are about. ანუ სითბო, გადაწყვეტილებები, რომლისთვისაც ცხოვრების სხვა დროს არ გცალია, სიკეთე, ცვლილებები, ოჯახი, ტკბილეული, ყინვაში აღმოჩენილი მყუდროება, ბევრი ძილი და სიყვარულის რწმენა.
და აი, ჩემი პირველი საკუთარი ნაძვის ხე. ამ დღეებში ჩემი ანდერგრადის კაშკაშა წერტილი, ვაიმე, მომკლავს ამ ვიდეოს თუ უყურებს, მაგრამ მოკლედ ნინი ჩამოვიდა ჩემთან. სტენფორდში სწავლობს და ძლივს მეწვია რომ კორნელი მენახებინა. მადლიერების დღე შარშანაც ერთად აღვნიშნეთ და წელს 27 ნოემბერი ერთად გავატარეთ მეგობრების გარემოცვაში. ნახეთ შემდეგ დღეებში ითაკაში როგორი თოვლი მოვიდა, უკეთეს რომ ვერ ვინატრებდი. ლექციაზე წავედი, საღამოს კი სნექები გავიკეთე და ჰარი პოტერს ჩავუჭიქი. შემდეგი დღეც ასე საოცრად თოვდა. ნელ-ნელა მთელი მიდამო თეთრ ფანტელში ეხვეოდა. მე კი უფრო და უფრო მემოტებოდა სიმყუდროვის შეგრძნება და საშობაო განწყობა. ბარნი სადაც პარსკევებით ვიკრებებით ხოლმე საახალწლოდ იყო მორთული. შემდეგ ჰანთერმა გამომიარა და მაღაზიაში წავედით. დღეს ჩვენი მეგობრის დაბადების დღის წვეულებაა და ღვინო და თავის საყვარელი სნექები მინდოდა გვეყიდა. მე საჩუქარს ვალამაზებდი და თან ტაკოების drive-thru-ზე წავედით. იმიტომ რომ უზომოდ გვშიოდა. Hey, you're driving. That's how you do both, baby. What, you get your license and you're too good to drink and drive now? All responsible. Well, like it's like severely illegal. See, it's cute. Thank you. Good. Do you get Pepsi? Yeah, they don't have Coke. Yeah, it's a shame. Me too, thank you. So easy. Okay, I think the silver one is your time. We're gonna walk 500 miles in. 100 miles. მეგობართან მივედით თუ არა, ჰანთერი ტორტზე და ლაიმზე უკან გამოაგზავნეს, ამიტომ მეც გამოვყევი. We're gonna get a lot of limes. 1,000. 1,000 limes. And a cake. Yeah. What would you need 2 kilos of lime for? A lot of Corona. We had 24 Coronas. It's not for Corona, it's for tequila. If you do one favor, just stay with me. I don't usually need nobody, but lately I've been on my own too long and deep, baby. ამ ყველაფერთან ერთად მე ვლაგდები ევროპაში სამოგზაუროდ. თან ახალი cooking show-ს ყურება დავიწყე, რომელიც ჰარი პოტერზეა. მასთან დაკავშირებულ საოცარ ტორტებს ამზადებენ. შემდეგ ჩემი მეგობრის საჩუქრები შეფუთვა დავიწყე. სანამ ევროპაში ჩავალ, მანამდე რამდენიმე დღეს ნიუ-იორკში ვჩვევი მარიამთან. Looking back, დრო მართლა ისე სწრაფად გადის. უკვე მესამე შობას ვატარებ ნიუ-იორკში. ყოველი წელი კი ისეთი განსხვავებული იყო. ამ ისტორიებზე და ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რომელზეც თქვენც გიყვებით და დღიური სახით ჩემთვისაც ვინახავ, იყო დრო რომ ვოცნებობდი. თუმცა ისე როგორც საშობაოდ ანთებული ვარ სკოლების და ახალი წლის ღამეს გაძლიერებული კეთილშობილი გრძნობების მჯერა, ისე ვიმჯეროდა რომ დიდი რომ გავიზრდებოდი ამოცნებებს ავიხდენდი. თუნდაც რომ იმ დროს ზუსტად არ ვიცოდი როგორ. გისურვებთ მუდამ გჯეროდეთ თქვენი გულის, მიიღოთ თქვენს ამოუთქმელ მიზნებს და აიხდინოთ ყველა კეთილი სურვილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2025 წელს.